სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას და ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. მე როგორც მოგეხსენებათ, გითხარით რომ 30 ნაწილი გაყოფილი იყო ორად და როგორც ჩანს, ჩვენ ორივე ნაწილი მე შევამოწმე და A და B-ს იმას ავქენით დავფარეთ. არ ვიცი რატომ მოხდა ეგრე რომ შეტანილი იყო იქ ცალ-ცალკე. ამ დროს კითხვები რომელიც იქ იყო ცოტა დამაბნეველი იყო ჩემთვისაც, მაგრამ ჩვენ ორივე ნაწილი დავფარეთ. ასე რომ ჩვენ გადავედით ახლა 34 ნაწილზე და როგორც ეთყობა 86 წელს არ ჩატარებულა. თუ შემდეგ როგორც ადრე მოხდა რაღაცა ლაფსუსი და დათარიღება არ იყო სწორი, ხო? სადღაც მე შემოგხვდეს. მაგრამ მე როცა 94 ნაწილზე გადავედი, ეს უკვე 1 წლის შემდეგ, 1987 წლის 4 იანვარს იქნა ჩაწერილი. შეიძლება გამოტოვეს კიდევაც და არ იყო მაგალითად სესია ბიბლიური კითხვა-პასუხების 86-ში ჩატარებული, იმიტომ რომ ძალიან დატვირთულები იყვნენ სერიებით, ბიბლიური სერიებით, თუმცა ბიბლიის ექსპოზიციურ სწავლებას მიყვებოდა მუხლი-მუხლად და წარმოიდგინეთ ძალიან ბევრი კიდე მგონი წიგნები შეიძლება იყოს, რომელიც დაუმთავრებელია. ბევრი ძველი აღთქმის წიგნები საერთოდ არ გარჩეულა, მე რაც ვიცი. ისე შეიძლება შეხება არის სადღაც ვებში, რა ქვია, შეიძლება სადღაც პოდკასტებში ან სადღაც ისე ბლოგებში, მაგრამ თლიანად ექსპოზიცია ვიცი რომ ახალი აღთქმის თლიანად მოხდა, მაგრამ შეიძლება იყოს წიგნები ძველ აღთქმაში, რომლითაც არ მომხდარა. ისეთი ტევადი იყო ამ 55 წლის განმავლობაში მათი შრომა და მგონი რაღაცა ნაწილებს კიდე ახლიდან მიუბრუნდნენ რომელიღაცა სახარებებს. აქედან ბუნებრივია რომ შეიძლება არ დარჩათ 86-ში დრო რომ ჩაეტარებინათ ეს სესია. მოდით ახლა მოვუსმინოთ ამ სესიას და პირველ კითხვას, რომელსაც ქალბატონი რონა სვავს მეგონი. მაგრამ მანამდე შესავალს აკეთებს ბატონი ჯონი. სალამი მოგესალმებით ყველას, როგორც მოგეხსენებათ, თუ თქვენ ხართ Grace Community Church-ის და მე შემდეგში ესე დავასახელებ ხოლმე ინგლისური დასახელებით, ხო, რომ უფრო ადვილი იყოს. Grace Community Church-ის ოჯახის წევრი ჩვენ იცით რომ მრავალ წლის განმავლობაში უკვე ჩვენი ჩვეულება გახდა და ტრადიცია რომ გქონდეს ესეთი საოჯახო ძალიან ახლო გაზიარების დრო ერთმანეთთან, როცა ჩვენ სვავთ რაღაცა კითხვებს, როცა შესვენებას ვიღებთ ჩვენი სერიებიდან, ქადაგებების სერიებიდან და ერთ საღამოს გამოვყოფთ და აუცილებლად უთმობთ ხოლმე დროს თქვენს კითხვებზე და ეს კითხვები შეიძლება იყოს ბიბლიური, შეიძლება იყოს პირადიდან, ცხოვრებისეული, ეკლესიასთან დაკავშირებული ნებისმიერი. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ უკვე იაკობის წერილზე გადავედით და შემდეგ მომავალ კვირას დავიწყებთ მესამე თავზე მუშაობას. და მე ვიცი რომ ჩვენ სრული ენთუზიაზმით დაუბრუნდებით ამას შემდეგი უფლის დღეს, კვირა დღეს. ასევე ჩვენ კვლავ დაბრუნდებით 1 ტიმოთესთან და იქაც რაც სადაც გავჩერდით, იქაც გავაგრძელებთ აუცილებლად ჩვენ სწავლებას. და დრო-და-დრო ჩვენ გვეძლება საშუალება და მინდა თქვენს გქონდეთ ეს საშუალება, რომ გაგვიზიაროთ, რაც თქვენ გულშია, რაც თქვენ დაგიგროვდათ და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ყველანაირად უპასუხო ამ კითხვებს. თუ გახსოვთ, ეს ჩვენი ტრადიცია ბიბლიური კითხვები და პასუხების დაახლოებით დაიწყო 17 წლის უკან, როდესაც მე პირველად მოვედი ჩვენს ეკლესიაში. და იქ ჩვენ გავდიოდით მოციქულთა საქმეებს მახსოვს და იქ ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ პავლეც ანალოგიურად დიალოგის ესეთი მეთოდით ამყარებდა კონტაქტს სმენელებთან და მათთან ქონდა დიალოგი გაიმართა. ასე რომ ჩვენც გვინდა რომ ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ და ყოველთვის ვაგრძელოთ. უნდა არსებობდეს ადგილი ქადაგების გარდა, ხო? სადაც ადამიანებს შეეძლებათ გამოხატონ და დააფიქსირონ თავიანთი კითხვები, თავიანთი პრობლემები და ჩვენ გქონდეს უფლება რომ გავცეთ ამას პასუხს. თქვენი კითხვები როგორც აღნიშნე უნდა ეხებოდეს ღვთის სიტყვას, თქვენ სულიერ გამოცდილებას, ეკლესიის ცხოვრებას და რასაც გინდა იყოს დაკავშირებული, არ არის პრობლემა. უბრალოდ შეგიძლიათ რომ ეს კითხვა ძალიან მარტივად დასვათ, არ გაართულოთ, იმიტომ რომ შეიძლება სხვა ადამიანება 300 ადამიანი რომ მოგისმენთ, ხო? იმათაც თქვას, ხედავ, ბიჭო, მე ვაპირებდი ამ კითხვის დასვას და ჩემს მაგივრად, რაც ჩემს გულში იყო, ამან დასვაო. იცით, ხო? ჩვენ ყავს ადამიანები, მაგალითად აქ, რომლებიც უკვე დიდი ხანია ქრისტიანები არიან, შეიძლება 30 წელია უკვე ის ქრისტიანი. აბა ხელი აწიეთ, ვინც ხართ 30 წელი უკვე გადარჩენილები.
ხედავთ, ნახეთ რამდენი არიან აწიეს ხელები. ეხლა გთხოვთ აწიოთ ხელები, ვინც 3 წელი ან ნაკლებით უფრო ქრისტიანები ხართ. ხედავთ, უკვე დიდი განსხვავებაა. ხედავთ და ძალიან დიდი სხვაობაა და სივრცეა მათ შორის. ამიტომ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს ის კითხვა, რომელიც ახალ შემოსულმა დასვას, ხო, შეიძლება მოეჩვენოს უკვე მისთვის ნაცნობი იყოს, ამიტომ ჩვენ უგაგვიკურდება ეს, ბუნებრივია, თუ თქვენ არ მოგისმენიათ ყველა ის აუდიო ფირები, აუდიო ჩანაწერები ჩვენი ქადაგების შესახებ, თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, რომ ამ კითხვებზე უკვე პასუხებიც არის გაცემული. ასე რომ თავისუფლად დასვით კითხვები, რაც თქვენს გულშია და გთხოვ ზოგიერთ პასტორს დადგეს მიკროფონებთან და დაგეხმაროთ ამ პროცესის დაჩქარებაში. ამიტომ როცა დადგებით, გთხოვთ, ნუ დაიწყებთ თქვენი ავტობიოგრაფიის მოყოლას, რომ თქვენ დაიბადეთ სენტ-ლუისში, მერე გადახვედით კანზას-სიტიში და 87 წელს მოხვედით აგერ ამ კითხვის დასასმელად, ხომ? ჩვენ გვიდა რომ აჩქარდეს და მრავალ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება. მაქსიმუმი 2 ან 3 ადამიანი გთხოვთ რომ მიკროფონთან დადგეთ და დანარჩენები დაელოდოთ რომ ჭყლეტა არ კონდეს ერთმანეთთან. ძალიან კარგი, გთხოვთ თქვენი სახელი გითხრათ და მე მგონი მე რასაც ხედავ, აქედან რასაც ხედავ, ეს რონა უნდა იყოს, ხო რონა? დიახ, ჯონ, მე რონა ვარ, ასეც მეგონა. გამარჯობა ჯონ, მე უბრალოდ მინდა მადლობა მოგიხადო თქვენ და ყოველთვის მინდო და მადლობის მოხადა, რომ თქვენ არა მხოლოდ ბიბლიის მასწავლებლებში მოახდინეთ გადატრიალება, არამედ მე მაქვს იმის თქვენი სწავლების ისეთი პრივილეგია, რომ ჩემი ლექსიკა ალბათ 1-3 მაინც გაიზარდა მხოლოდ თქვენი მოსმენით. როდესაც თქვენ ამობთ ალბათ 4 სიტყვას ქადაგებაში, ხომ? მე ესენი არ ვიცი ხოლმე. ამიტომ ამოვიწერ ხოლმე და როდესაც სახლში მივდივარ, ვეძებ ხოლმე მათ. მთელი სერიოზულობით და ეს მეხმარება უკვე სხვა წიგნების წაკითხვისას. რადგან უკვე ვიცი თუ რას ნიშნავს ეს კონტექსტში. ამ დილითაც, როდესაც მე სახლში ვიყავი, დედაჩემი და მამაჩემი ფეხბურთს უყურებდნენ და იქ თამაშობდნენ გიგანტები 49-იანების წინააღმდეგ. და უბრალოდ თქვენი სიტყვა რაღაც ნახსენები რო იყო გუნდზე, მე როდესაც ვახსენე, მამაჩემს გაუკვირდა და მიხვდა რომ ეს თქვენგან გქონდა გაგონილი. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ პრაქტიკულადაც მეხმარება მე თქვენი ქადაგებების მოსმენა. და ჯონ მაკარტური, გმადლობთ რონა, როგორც წესი, სხვის ციტირებას ვაკეთებ მე და სახში როცა მიწევს დასვლა, თავად მეც ვეძებ ხოლმე ზოგჯერ ამ სიტყვებს. ასე რომ მადლობა. და რონა აგრძელებს. დიახ, მე რისი კითხვაც დასმა მინდა, ეს ძალიან ალბათ ფუნდამენტალური კითხვაა და გთხოვ რომ ძალიან არ გაიცინო ამ ჩემს კითხვაზე. საქმე ეხება რომაელთა პირველ თავს, სადაც პავლე საუბრობს 18 მუხლში და საუბარია ადამიანის ცოდულ ბუნებაზე. და აგრძელებს 18-22-ში და მე არ მესმის იქ, როდესაც პავლე ამბობს მაგალითად 21 მუხლიდან წავიკითხავ მე, რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი. არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენთ უწოდებდნენ და გამოსულოდნენ. ხოლო ამის შემდეგ ამბობს მაგალითად 25-ში, რომ ღმერთმა გადასცა ისინი, რადგან მათ გაცვალეს ჭეშმარიტება. და ისევ გრძელდება ისინი 28 მუხლშიც, ღმერთმა ისინი გადასცა გარყვნილ გონებას. ეხლა ჩემი კითხვაა ამაში მდგომარეობს ჯონ. მე მგონია რომ ჩვენ თავიდანვე სრულიად გარყვნილები ვიბადებით, როცა დავიბადეთ. და რა ხდება, ვინ არიან ესენი, ვიზია ლაპარაკი და როდის მოხდა ეს მათი გარყვნილება და მათი ცოდვა დაცემა? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ძალიან კარგი კითხვა რონა, მადლობა და რასაც თქვენ კითხულობთ, ეს არის რომ რომაელთა პირველი თავი. ეს არის ყოველი ურწმუნოს პირადი გამოცდილებაა, თუ ეს კაცობრიობის ისტორიის ქრონოლოგიური სურათია. და მე პირადად ვუარყოფ იმ ფაქტს, რომ ის რასაც აქ ხედავთ, არის მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიური სურათი. და ასე რომ, რასაც თქვენ აქ თავიდანვე ხედავთ, არის ადამიანი, მას შემდეგ რაც შეიქმნა. და ის შეიქმნა, გახსოვთ ხომ, ღვთის ხატად, ღვთის შეცნობით. და ადამი იცნობდა ღმერთს, ასე არ არის, პირადად, ევამაც იცოდა ღმერთის შესახებ, მათმა ოჯახმა იცნობდა და იცოდა ღმერთი. ასე რომ, კაცობრიობის ისტორიის პირველ თაობაში
ღმერთმა ჩადო ადამიანის გულში და ადამიანის შინაგან ბუნებაში მისი არსებობის, მისი ძალის, მისი შემეცნების უნარი. მაგრამ ადამიანვე მაშინვე დაიწყო დაკნინება. რაც თქვენ აქ აგაქვთ არის ადამიანის ქრონოლოგია, რომელიც თავდაპირველად თაყვანს სცემდა ღმერთს, იცნობდა ღმერთს, ხედავდა, გახსოვთ ხო, როგორც ადამი უყურებს და ადამაც დაცემის შემდეგ მაინც გახსოვთ იცოდა ღმერთის შესახებ. მან იცნო ღმერთის ხმა, ამიტომაც დაემალა მას. გახსოვთ ხომ, ცოდვა დაცემის შემდეგაც და მან იცოდა ასევე ღვთის კანონის შესახებ. ასევე მისმა შვილებმა გახსოვთ კაენსაც ელაპარაკება ღმერთი და აბელმაც გაიგეს ღმერთის შესახებ. და ეს იყო გამოცხადება. აბელი დაემორჩილა ღვთის გამოცხადებას, კაენმა კი დაარღვია ღმერთის გამოცხადება. მაგრამ მაშინ როცა ბაბილონის კოშკისკენ უკვე ჩვენ გადავდივართ, გულისხმობ წარღვნისაკენ, კაცობრიობის საშინელი დაცემისაკენ, როდესაც თქვენ მიხვალთ უკვე დაბადების მე-6 თავში, ღმერთი უკვე ყველა მთელ ცივილიზაციას, აბსოლუტურად მთელ კაცობრიობას იცით რომ წარღვნის იმითი წალეკავს და გაანადგურებს. რადგან ისინი ძალიან სწრაფად უკვე გადადიან ღმერთის შემეცნებიდან ძალიან გარყვნილ გონებამდე. რომ ძალიან სწრაფად მოძრაობდა ეს ცოდვა მათში და სატანაც გამწარებული ცდილობდა ამას და იმ მომენტიდან მოყოლებული მთელი ცივილიზაცია იმ სიტუაციაში აღმოჩნდა. და როდესაც თქვენ აქ უკვე აღდგენილი ცივილიზაცია ადამიანის წიაღიდან წარღვნის შემდეგ, ჯერ კიდევ როდესაც თქვენ მიდიხართ უკვე დაბადების მე-11 თავში, ისინი გახსოვთ აშენებენ ზიგურათს, ცრუკერბების ტაძარს და ღმერთმა უნდა გაფანტოს ისინი და აურიოს მათი ენა. ასე რომ იქ რაც ჩვენ უნდა ვნახოთ არის ის რომ ყოველი ადამიანის ეს პილიგრიმული რაღაცა მოგზაურობა ღმერთის შემეცნებიდან უმეცრებამდე და არამედ რომ ეს იყოს კაცობრიობის მოგზაურობა, არამედ კაცობრიობის მოგზაურობა ინტიმური, უცოდველი მდგომარეობიდან კერძ თაყვანისმცემლობამდე. და ასე ახდება ეს მოჯანყე პროცესი, რომელიც მთავრდება მოჯანყე ადამიანების მთელი ცივილიზაციით, რომლებიც უბრალოდ აგრძელებენ ერთმანეთის რეპროდუქციას. ასე რომ, როგორც გითხარით, ეს არ არის მარტო კაცობრიობის და ადამიანის პილიგრიმობა, მოგზაურობა ღმერთის შემეცნებიდან უმეცრებამდე. არა, ეს არის პირიქით უფრო პერსონალური, ინტიმური, უცოდველი მდგომარეობიდან კერძ თაყვანისმცემლობამდე. და ესე ვიღებთ მე ჩვენ მოჯანყე ადამიანის მთელ თაობებს. გასაგებია, დიახ, მადლობა ჯონ. დიახ, ესენი იგულისხმება ისინში. და მეც ესე დავასათაურე, ვინ იგულისხმება აქ, ღმერთმა გადასცა ისინი, რომელთა პირველ თავში. მადლობა.